მოგესალმებით ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტები და არა მხოლოდ იწყებენ საპროტესტო აქციას. თქვენ ჩემ კადრს უკან ხედავთ მათ გაშალეს ბანერი. ისინი აპროტესტებენ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამღლობელის პატიმრობაში დატოვებას და ითხოვენ ირაკლი დგებუაძის პოლიციის მაღალჩინოსნის გათავისუფლებას. ახლა სიტყვით გამოდიან მედიაზე მომუშავე ექსპერტები, ჟურნალისტებს ხელში უჭირავთ პლაკატები, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ეს არის წიგნი, რომელიც ბოლო კვირაში შეიძლება ითქვას ბესტსელერად იქცა, რადგან სწორედ ეს წიგნი უჭირავს მზია ამაღლობელს მის სასამართლოს ხდომაზე. ვიდრე აქ აქცია დაიწყებოდა, ჟურნალისტები შეკრებისთანავე გამწკრივდნენ ამ ტერიტორიაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამწკრივდნენ ასევე პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ისინი იცავენ ამ პერიმეტრს და ბუნებრივია სურათი ასეთი იყო მოსალოდნელი. მედიასთან ომს ვერ მოიგებთ არის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ჟურნალისტებისა, რომლებიც არიან შეკრებილები და მე ვეცდები რომ გავესაუბრო მათ და მოგასმენინოთ მათი პოზიცია. ბატონ მამუკა, გაგესაუბრებით თუ შეიძლება. გითხარით მთავარი სათქმელი რა აქვს დღეს მედიას? მზია ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა საკმაოდ მძიმე მუხლით იმ ფონზე, როდესაც მაგალითად ძალადობაში მხილებული თუ მოძალადე პოლიციელები და არა მხოლოდ ისინი არიან თავისუფლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ვნახეთ. რა არის მედიის სათქმელი დღეს? მედიის სათქმელია, რომ ეს გმირი ხალხი მხნეეთ, პატრიოტულად რჩება, აგრძელებს თავის მოვალეობას, არ ივიწყებს თავის მეგობარს, მზია, რომელიც გამოირჩევა თავისი პროფესიული და თავისი ერთგულებით ქვეყნის მიმართ, ევროპული მომავლის მიმართ, გამორჩეული ლიდერი, სამიზნედ იყო ამოღებული. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა სასამართლომ და ასე შემდეგ პროკურატურამ თავისი მოვალეობა შეასრულოთ, ხედავთ გადასავით რა ხდება. ამიტომ უპირობოდ ცალსახად სოლიდარობა მზიას, თავისუფლება მზიას და ყველა პოლიტპატიმრის და რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელ უნდა შევახსენოთ ამ უწყების წარმომადგენლებს, რომ დგებუაძეს უფლებო მოსვლება უნდა შეუჩერდეს და მე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაში მიეცემა. ეს არის მოთხოვნა. თავისუფლება მზიას, ყველა პოლიტპატიმარს და დამატებული ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, როგორ იქცეოდა. საერთოდ ადამიანი, როცა პოლიციაში მუშაობ, ჯერ როგორ საუბრობენ, როგორ იქცევიან, ახალგაზრდებს როგორ იქცევიან, მზიას როგორ იქცევიან, სირცხული და სამარცხვინოა. გამარჯობა კი არა, პირველ რიგში ამათმა უნდა დაიწყონ ზომები მიიღონ. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ეს არის. ჩვენ არ ვიღლებით სამშობლოსა, მეგობრებისა და პატრიოტი ადამიანების სიყვარულში და დაცვაში. კი, კეთილი, მადლობა. თქვენ მოისმინეთ, ჩვენ აქ ვხედავთ, რომ მოთხოვნა ერთის მხრივ ისინი შეიკრიბნენ სოლიდარობის გამოსახატად, ასევე გასაპროტესტებლად მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გამო, თუმცა მთავარი მოთხოვნა, რის გარშემოც აქ შეკრებილი ადამიანები არიან ერთიანი, ეს ირაკლი დგებუაძის თანამდებობიდან, პოზიციიდან გათავისუფლება. მაკა ჩიხლაძეს გავესაუბრები, მას თავდამსხმელი ამ დრომდე არის თავისუფლებაში და როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ალბათ ამის შესახებ ყველაზე ნაკლები ვიცით. და ამ ფონზე მზია ამაღლობელი რჩება პატიმრობაში. რა სიტყვი მაგა? ხო, ხელისუფლების მიზანი იყო პირველ რიგში ეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის, ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ჩვენი ცემა მოსულა ქუჩაში. ახლა იმის დამტკიცება უნდა, რომ გისოსებს მიღმა შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ და მზია არის სამაგალითოდ დასჯილი, რომ ჩვენ შეგვეშინდეს და ან შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა, ან შევარბილოთ ჩვენი ტონი, ან გამოვეთიშოთ იმ პროცესებს, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არ აპირებს ამას და პირიქით მუშაობთ იმაზე, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად მზიასთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სხვაგვარად ამ ქვეყანაში მედიისთვის კი არა, საერთოდ თავისუფალი ადამიანისთვის იქნება ცხოვრება და არსებობა შეუძლებელი. როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, ეს არის წიგნი, რომელიც მზია ამაღლობელს სასამართლო პროცესზე ეჭირა და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო კვირის ბესტსელერიც გახდა და სიმბოლო მთელი ამ პროტესტისა და მზია ამაღლობელის ისტორიისა. ნოდარ, რატომ ამ აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე არის ირაკლი დგებუაძის გათავისუფლება? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი ამ შენობაში ირაკლი დგებუაძის საქციელი სახელში ქალი ჟურნალისტისთვის, დაკავებული ქალი ჟურნალისტისთვის შეფურთხება, ცემის მცდელობა, საპირფარეშო ოთახში არ გაშვება, აი ეს
მძიმე ამბავი იქცა აი ამ შენობაში მომუშავე ადამიანების სახით. იმიტომ რომ იმ 10,000-ობით პოლიციელის სახით რომელიც დღეს ამბობს რომ დგას საქართველოს სამსახურში. ვემსახურები საქართველოს აწერია პოლიციის მანქანებს და ეს არის საქართველოს სამსახურში ყოფნა დაკავებულ ქალ ჟურნალისტს პოლიციის უფროსის სახეში რომ აფურთხებს, ვიდრე თქვენ არ მოიღებთ ხმას. აი ასეთი უღირსი კოლეგების წინააღმდეგ თქვენც ყველანი იქნებით სახეში მაფურთხებელი პოლიციელები. დღეს საქართველოში ჟურნალისტებს რატომ იჭერენ იცი? ციხით რატომ აჩვენებენ და მზია ამაღლობელი რატომ ბედავს ამდენს ხელისუფლება? იმიტომ რომ გაიხედე სად არის რუსთავიორი. მაინტერესებს მინდა ვკითხო რუსთავიორის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნინო შუბლაძეს. სად არის ნინო შენი გადამღები ჯგუფი? მთელი ცხოვრება რომ ამაყობდი 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედს რომ არ ბევენო, მეო ჯგუფი გავაგზავნეო და რუსთავიორმაო პირდაპირ ეთერში აჩვენა ეს ყველაფერიო. მე იქ მუშაობდი 7 ნოემბერს იმედს რომ არ ბევდნენ ტელეკომპანიამზე ჟურნალისტი ვიყავი და პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი ყველაფერს. ნინო სად არის რუსთავიორის ჯგუფი მანახე? აქ რუსთავიორი არ უნდა იდგეს დღეს? რუსთავიორის ნიუსრუმის ჟურნალისტებს მინდა მიუმართო. თუ კი რა ოდნავ მაინც შეგრჩათ. აი აქ დღეს თქვენს ნიუსრუმში კითხვა არ უნდა დასვათ? სად არის აქ რუსთავიორის ჯგუფი? რატომ არ დგას დღეს, როდესაც თქვენი კოლეგები, ვისთან ერთადაც ჩვენს გვიმუშავია, ვისთან ერთადაც არ გიმუშავიათ, ვის დაწერილ სტატიებსაც ყოველდღე კითხულობთ და ეცნობით, ისინი რომ აქციაზე დგანან, თქვენ სად ხართ? იმედის ნიუსრუმში მომუშავე ჟურნალისტები რომ ამბობთ რომ იცი რა ეს ჩვენ არ გვეხება თუ რაღაცა თუ ასე შემდეგ. თქვენი ჯგუფი დღეს სად არის აქ? იმიტომ რომ თქვენს აი იმ რეჟიმის გამპრავებლებად იქეცით, რომელიც დაკავებულ ჟურნალისტს პოლიციის შენობაში სახეში აფურთხებს. ეს უნდა გაიაზროთ. მადლობა. ნოდარ მელაძეს უსმენდით და აქ ბუნებრივია როცა ჟურნალისტის მიმართ არის ასეთი სასტიკი სისტემა მედიის ერთიანობაზე და სოლიდარობაზე კიდევ უფრო მეც საუბრობენ. გიორგი თარგამაძეს გავესაუბრები ახლა პირდაპირ ეთერში. გიორგი, ჟურნალისტის დაპატიმრება ბუნებრივია უმძიმესი ამბავია და ხელისუფლება ცდილობს ის წარმოაჩინოს არა როგორც ჟურნალისტი. ირაკლი კობახიძე ასე ამბობდა რომ ის ჟურნალისტი არ არის, ის აქტივისტია და რაღაცნაირად ცდილობს რომ უფრო შეარბილოს ან შეამსუბუქოს ის სიმძიმე რაც ახლავს მთელს ამ ისტორიას. თქვენ გითხარით როგორი ისტორია, მზია ამაღლობელის ისტორია რას ამბობს ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე და ირაკლი დგებუაძის თანამდებობაზე ყოფნა და მისის აქციელით რას გვეუბნება სისტემა ჩვენ? რა თქმა უნდა ეს სახელები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ქალი ჟურნალისტი ზის ციხეში ეს კიდევ უფრო რთულად ასატანი კი არ არის. ამას ვერავინ ვერ უნდა შეეგუოს და არც არავინ შეეგუება. ამის გამოხატულება არის დღევანდელი დღეც. თუმცა გაცილებით უფრო დიდ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჟურნალისტების არაერთმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო. პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოში იმისთვის რომ სიტყვის თავისუფლება ქონოდა ჩვენ საზოგადოებას. ის რაზეც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომლის განადგურებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად წლების განმავლობაში ცდილობს ივანიშვილი და მათ შორის მისი თუთიყუშები, რომლის გვარიც თქვენ ახსენეთ. ამიტომ მათი კომენტარების კომენტირება ყველაზე უაზრო საქმეა, რაც შეიძლება დღეს ჩვენ ვაკეთოთ. მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს საქართველოში და ქვეყანამ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, ევროპული, ეროვნული სახელმწიფოს გზა უნდა განაგრძოს და ეს გზა ვერ გაგრძელდება მზია ამაღლობელის გარეშე. მადლობა. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ მედიამ, კრიტიკულმა ტელეარხებმა, ასევე ონლაინ გამოცემებმა სოლიდარობა გამოხატეს იდენტური ფორმით მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გამო და მაშინ მაყურებელს 3 საათის განმავლობაში ტელეეკრანზე შესთავაზეს მხოლოდ ერთი შავი ფონი თეთრი წარწერით, რომ ასეთი იქნება საქართველოს კრიტიკული არხების გარეშე და რომ სოლიდარობას უცხადებს დაახლოებით
დაახლოებით 40-მდე გამოცემა და ტელეარხი მზია ამაღლობელს. ერთ-ერთი იყო პალიტრა ასევე და კავკასია მე მინდა ორივე მედია საშუალების წარმომადგენელს გავესაუბროთ. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესებს კონდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა გულისხმობ მზია ამაღლობელის მიმართ. რადგან რამდენიმე დღის წინ საუბრობდით რომ კრიტიკული არხების გარეშე საქართველოში ვითარება უფრო მეტად მძიმე იქნება ვიდრე ახლა არის. რამდენად საჭიროა აქ ერთიანობის ჩვენება თუნდაც მედიის მხრიდან? რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ რომ სახელმწიფო პროპაგანდა ერთად მედია, სახელმწიფო მედია ერთ-ერთი რითიც არის დაკავებული არის პროპაგანდა. თუ არ იქნება თავისუფალი მედია, კრიტიკული მედია, ოპოზიციური მედია, ვის როგორც უნდა ისე პოზიციონირებს, ხო, დამოუკიდებელი მედია. შესაბამისად დაგვრჩება მხოლოდ პროპაგანდა. სამხრივი პროპაგანდა, სამხრივი მოძრაობა და ესეც უნდათ ამათ, ხო? ამათთვის ხო სამართალიც ხო სამხრივად მოძრაობს ახლა. სილის შემოლაწუნებისთვის 4-დან 7 წლამდე უსჯიან მზიას და აგერ მაკაჩიხლაძეს რო კინაღამ კისერი მოტეხეს, ამის გამო არაფერი. გურამ როგავას პოლიციელმა, უშუალოდ პოლიციელმა რო თავი არტყმევინა ასფალტზე, ეს არაფერი და ეს სადავურ სამართალია გაგვაგებინა, ხო? შესაბამისად, როცა სამხრივად მოძრაობს ყველაფერი, ეს სამხრივი გზა მიდის სწორედ ბელორუსიაში და რუსეთში. ახლა იმას კი არ გულისხმობთ რომ გეოგრაფიულად იქ აღმოჩნდება, მაგრამ ეს არის სწორედ ბელორუსიიზაცია. საბოლოო ჯამში იქ მივალთ და ჩვენი ეს რა ქვია, ხელისუფლება, ლუკაშენკოს ხელისუფლებისგან დიდად უკვე აღარ განსხვავდება და ბოლოს საერთოდ აღარ იქნება განსხვავებული, თუ არ იქნება თავისუფალი მედია, თუ არ იქნება სამართალი და ეს სამართალი არ არის. როცა სილის შემოლაწუნებისთვის 7 წელს უსჯი ადამიანს და უპირებ და წინასწარ პატიმრობაში ყავს როგორც რეციდივისტი. გამოვიდა მოსამართლე და წინასწარ პატიმრობა რო არ მიუსაჯო მზიას, რომ განმეორებითი დანაშაული საფრთხეაო. ამ თურმე მზია ამაღლობელი ხარ გამოვარდებოდა და სადღაც შეუვარდებოდა გებოძეს და ცემდა და წიხლებით შედგებოდა თუ როგორ იქნებოდა მისი აზრი. გასაგებია რომ ეს იყო დავალება, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, რადგან პოლიციელებს უნდა უთხრა რომ ხელისუფლება რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და თქვენ იყავით ჩვენს გვერდით. იმიტომ რომ პოლიციაზე დგას დღეს ერთადერთი რაზეც დგას ეს ხელისუფლება არის პოლიცია. ნინო, თქვენც კითხავთ, რას გვეუბნება ქართული ოცნება ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებით და ირაკლი დგებუაძით. მზია ამაღლობელი აი ამ მომენტში არის რუსული რეჟიმის მილიციონერის შურისძიების მსხვერპლი და სამიზნეა ახლა ადამიანზე ხორციელდება იმ მილიციონერის მხრიდან შურისძიება, ხო? არა ადამიანური მოპყრობა და ამამცირებელი მოპყრობა. რეჟიმი ყველას დაგვიჭერს, თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით, რაც შეეხება ერთიანობას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ერთიანი ვართ, აი ბუნკერში ჩამძვრალი ქოცების გარდა და ისინი რეალურად ბუნკერში არიან და სულ უფრო მეტად ღრმად ჩაძვრებიან ამ ბუნკერში და ჩვენ გავიმარჯვებთ. მადლობა. ხატია ღოღობერიძეს გავესაუბრები, რომელსაც ასევე უჭირავს ეს წიგნი. როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატორი ხატია და ვინ უნდა წაიკითხოს შენი აზრით პირველი ეს წიგნი? წიგნი უნდა წაიკითხოს ყველა მოქალაქე და აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ხელისუფლებაში. ამ ხელისუფლებაში თუ სხვა ხელისუფლებაში დიქტატორებს ამარცხებს თავისუფალი მედია და სწორედ ამიტომ ებრძვიან დღეს თავისუფალ მედიას. მე მქონდა ბედნიერება, რომ მემუშავა მზიასთან მაშინ, როცა ვიწყებდი ჟურნალისტიკას და შემიძლია თქვა, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი, უაღრესად პროფესიონალი და მზია ამაღლობელის დაკავება არის დანაშაული, როგორც ქვეყნის წინაშე, ასევე ქართული მედიის წინაშე. ვითხოვთ დგებუაძის პასუხისმგებლობას და ასევე მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რადგან ის არის უდანაშაულო. მას არ აქვს დანაშაული ჩადენილი, რომლისთვისაც ვაპირებენ, რომ 4-დან 7 წლამდე ვადით ციხეში იყოს. კეთილი, მადლობა. ხატია, სოფო, თქვენც კითხავთ თუ შეიძლება. თქვენ როგორ ფიქრობთ, დიდი პროტესტი მოხდა მზია ამაღლობელის დაკავებას მედია სფეროში და არა მხოლოდ და ყველა იხსენებს მასთან მუშაობის გამოცდილებას და ასე შემდეგ. თუმცა სავარაუდოდ სისტემას არ აინტერესებს რა დამსახურება აქვს ჟურნალისტს თუ რა უმუშავია, მისი სამიზნე იყო იმ მომენტში ის და ასე აღმოჩნდა დაპატიმრებულიც. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს თუ კი ეს ასე გაგრძელდება? მე არ დაგეთანხმები, მგონია რომ სისტემამ ძალიან კარგად იცოდა ვინ დააკავა, ვის აკავებდა, მიზანმიმართულად, გამორჩეულად დააკავეს მზია ამაღლობელი, რომელზეც აი ერთმნიშვნელოვნად მთელი მედია საზოგადოება თანხმდება. შესაძლოა ვიღაცას არ უმუშავია მასთან, მაგალითად მე, მაგრამ მე ვარ მის მიერ
დაფუძნებული ძალიან სანდო გამოცემების ბათუმელების და ნეტგაზეთის მკითხველი ბევრი წელია და ეს სახელები ასოცირდება ნდობასთან. ამიტომ სისტემამ გამორჩეულად დააკავა მზია ამაღლობელი, ამით ყველა ჩვენგანს მოგცა სიგნალი, რომ მისთვის აღარ არის წითელი ხაზი, მან დააპატიმრა დღეს ჩვენი პროფესია. მზია დღეს ციხეში, მაგრამ ყველა ჩვენგანი ციხეშია, ამ პროფესიის მომავალი ციხეშია, მაგრამ მე ვარ ღრმა დარწმუნებული, რომ ეს ასე არ დასრულდება. ეს არის რუსეთი, ამას გვეუბნება დღეს ივანიშვილის რეჟიმი, რომ დიახ, მე თქვენ გაიღვიძეთ რუსეთში, სადაც მედია დაპატიმრებულია, აი მზია ამაღლობელს რა უნდა ციხეში გამაგებინეთ, როცა თენდება, ის უნდა სანდო ინფორმაციების გავრცელება მოპოვებით არის დაკავებული მის მიერ დაფუძნებული გამოცემები და ის წლებია სისტემას ებრძვის, მათ შორის სხვადასხვა ხელისუფლების დროს აჭარაში. არც ერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს მისი დაპატიმრება და გაბედა თვითმარქვია ხელისუფლებამ ივანიშვილის რეჟიმმა. ის ცალსახად არის ამ რეჟიმის პატიმარი და არ შეეგუება ამას არც ჩვენი საზოგადოება პროფესიული და არც არავინ, იმიტომ რომ თუ ამას შეეგუება ეს ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას სამწუხაროდ არ აქვს ის მომავალი, რომელზეც ძალიან ბევრი ჩვენგანი მართლა რეალურად კი არ ოცნებობს ყოველდღიურად რაღაცას თავის პროფესიაში აკეთებს ამისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლას წააგებს ივანიშვილის რეჟიმი და მზია მალე იქნება ჩვენს გვერდით, ვიდრე არ არის. ჩვენ ყველა ყოველდღიურად შევეცდებით ძალიან ხმამაღლა უთხრათ საერთაშორისო საზოგადოებას თუ ადგილობრივ თვითმარქვია ხელისუფლებას, რომ მას ეს არ გაუხდა. მადლობა. მოკლედ თქვენ ხედავთ, რომ აქ მოქალაქეები, ჟურნალისტები, მედიაში მომუშავე ადამიანები, უფლებადამცველები ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და არც ქართულ ოცნებას გამოუვა მედიასთან ომი. ზურა ვარდიაშვილს ვხედავდი აქ, თუმცა ვეღარ ვხედავ. მოკლედ სურათი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ასეთია. ჟურნალისტებს აქვთ გაშლილი პლაკატი, უჭირავთ ხელში იმ ცნობილი წიგნის ყდა, რომელიც ეჭირა სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელს, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, აპროტესტებენ მის პატიმრობაში დატოვებას და ითხოვენ ასევე ირაკლი დგებუაძის, ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნის გათავისუფლებას, მისი ღირსება შემლახავი მოპყრობის გამო მზია ამაღლობელის მიმართ, რაზედაც საუბრობდნენ უფლებადამცველები, როცა ისინი შეხვდნენ საპატიმროში ბათუმელების და ნეტგაზეთის დირექტორს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კი აქვთ გამაგრებული ეს ტერიტორია, თქვენ ხედავთ, რომ ისინი მწკრივად არიან განლაგებული შენობასთან და ასე იცავენ ამ შენობას. სურათი ახლა აი ამ ტერიტორიაზე ასეთია. მადლობა რუსუდან, მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობები, ეს იყო